ნამდვილად ასია თან ამდენი დღე ეს პროტესტი დღეს არ ვიცი რომელი დღეა 25 დღე გავიდა კი ბატონო 26 დღეა მე 8 საათზე თუ ის ნახევარი იყოს სადღაც თუ 8 საათზე 8-ზეც იქ ვიყავ. იქიდან მოვდივარ ახლა რუსთაველის გამზირიდან მოვდივარ და თითქოს 8-ზე არ იყო ბევრი ხალხი და ნახეთ რამდენი ხალხია უკვე ხალხისთვის ეს გახდა როგორ გითხრათ როგორც მეორე სამუშაო ადგილი სამსახურის შემდეგ სახში შედიან ისვენებენ და გამოდიან ხედავთ რომ ეს პროტესტი როცა საჭირო არის ძალიან მზარდი და ძალიან დიდი გუშინ იყო ძალიან ბევრი ხალხი გუშინ წინ იყო უამრავი ხალხი ჩვენ სოფლიოს პროტესტების ისტორიაში დავწერეთ რაღაცა არ ვიცი რაღაცა ახალი პროტესტი როგორიც არ ყოფილა არსა და იყო მარტო ჩვენთან და ალბათ ამას მე სხვა დროს სხვაგან სხვები გაიმეორებენ როცა 27 ოქტომბერს თუ შემდეგ როცა აი ამ ქართული ოცნების და მათი პროპაგანდისტული მედიის ამ პროპაგანდისტულ გზავნილს კითხულობდნენ რა არის გეგმა რაც იყო მიზანი იყო რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია მომხდარიყო და ხალხში უიმედობა დაეთესად რომ აი არანაირი გეგმა არ არის და მოდი ხალხო შევეგუოთ ახლა ამ ამბავს და დავრჩეთ სახლში და მივიღოთ ის მოცემულობა რასაც ივანიშვილი გვთავაზობთ ამის საპირისპირო რაღაცა მოხდა ამ 25 დღის წინ ვინმე იფიქრებდა იმას რაც დღეს ხდება სადამდესაც დღეს უკვე მივედით არა თქვენ სულ ოპტიმისტურად იყავით განწყობილი ეს გამორჩეულად ეს მახსოვს ჩვენ გვაქვს უკვე რაღაც შედეგები ხო არის ეს შედეგები ნახეთ არ ხდება საერთაშორისო აღიარება ამ არალეგიტიმური ძალადობრივი ახალ არჩევნებს ითხოვეთ რა თქმა უნდა ეხლა სანამ შემოვიდოდი ვნახე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნა რომელიც უმძიმესია იმაზე ბევრად უფრო მძიმე ვორდინგია მძიმე სიტყვებია გამოყენებული ვიდრე EUTHOS დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო დასკვნაში ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა ისეთი სახელმწიფო რომელიც ამათ ხელს ჩამოართვებს შეეშვით მეზობლებს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს მეზობელი ყოველთვის ჩამოართმევს ხელს არ ხდება ამ არალეგიტიმური ძალადობრივი ჯგუფის აღიარება როგორც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლების ამაზეც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მუშაობენ ის რაც არ ჩანს არ ნიშნავს რომ არ მუშაობენ ამას გარდა თქვენ ხედავთ აი ხალხმრავალ პროტესტს და პირველი დღიდან ვამბობდი რომ ეს არის აუცილებელი პროტესტს ექნება ტალღები იქნება აღმავალი ტალღები იქნება დაღმავალი ტალღები ასეთი არის ნებისმიერი პროტესტი სოფლიოში გუშინ წინ მქონდა არ ვიცი შეიძლება პიკურიც წარმოდგენა ანუ ამ ეტაპამდე პიკური და ყოველი დღე ახალ შედეგს დებს აი კობახიძე რო ამბობს რომ 800 კაცი დგასო ხო მე გარწმუნებთ რომ ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ იქ მალე იქნება 800,000 ადამიანი და მე ნახავთ სად იქნებიან კობახიძეები და ეს მოძალადე ჯგუფი ხო თქვენ ხედავთ რომ ამ 25 დღის წინ სულ სხვა ვითარება იყო იგივე ქართული ოცნების ამ ჯგუფთან მიმართებაში დღეს ისინი არიან საერთაშორისო დამნაშავეები იმიტომ რომ ადამიანის წამება ადამიანების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა დამცირება და ასეთი შემთხვევები ასეულობით არის ხო 350-ზე მეტია ხო ადამიანების დასახიჭრება ადამიანების ცემატყება ხო ეს არის ის დანაშაულები რომელსაც საერთაშორისო სასამართლოები განჟიან მე გარწმუნებთ რომ როგორც ამ ბრძანების გამცემები, ერთი ბრძანების გამცემების ნაწილი უკვე დასანქცირებულია, ხო, სანქციების პირველი ეტაპია, ხო, ეს თან ჯერ ასევე შემსრულებლები, აი ეს პოლიციელები თუ აი ეს ბანდფორმირებები, რომელსაც ამაში იყენებენ თუ კერძო დაცვის კომპანიები. საერთაშორისო სასამართლოებში ნახავთ მათ? რა თქმა უნდა, ნახეთ რა მოხდა სხვა ქვეყნების შემთხვევაში და ნახავთ თუ ახლა იმიდან ნაცისტური გერმანიდან მოყოლებული ეს ასია და ბალკანეთისთვის ცალკე ჰააგაში ცალკე სისხლის სამართლის სასამართლო საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა, სადაც ასეთი დანაშაულები ზუსტად სამართლდება და ისევ აი
დავუბრუნდები 25 დღის წინ აქ ვიყავით ჩვენ სადაც დღეს ვართ არ ვიყავით მოდით მე სულ ვამბობდი ეს ბრძოლა არის გრძელი ბრძოლა ეს არ მთავრდება ერთ დღეში არ მთავრდება ორ დღეში ივანიშვილმაც ასე თქვა რომ ეს არის დაღლაზე ჩვენ არ დავიღალეთ ჩვენ არ შეგვეშინდა, ჩვენ ვერ გავხტეხეს, ჩვენში გულისხმობ იმ ადამიანებს, გმირებს, რომლებიც იქ დგანან, ხო? და ხედავთ, რომ პოლიტიკოსების დგანან ამ ადამიანებთან რიგითებად, მოდით, კი, რიგითებად. იმიტომაც ვერ დაშალეს ეს პროტესტი, ბატონო, ეძებდნენ ორგანიზატორს, ამას არ ყავს ერთი ორგანიზატორი. ვერ იპოვე, იმიტომ რომ არ ყავს ორგანიზატორი. ეს არის თვით დინები, თვით ორგანიზებული პროტესტი. აი მითხარით ერთი ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ფუნქციონირებენ. მე ხო იცით რომ არ ვარ პარტიული, მაგრამ უნდა დავიცვა ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები. ყველა, არა მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იმ კოალიციაში არიან, სადაც მე ვარ, არამედ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მიდიოდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაცია. რეები გამოიარეს ამ ადამიანებმა განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რო ვისმენ ამ ისტორიებს მე ისტორიები არ ვიცოდი, რომ ვისმენ რა აქვს გამოვლილი, ხო? და აი ხანდახან არის რომ დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი, ხო, აი ამ ქვეყანაში ხდებოდა, ასე ბეტონდებოდა და ასე ცემენტდებოდა აქ ის რეჟიმი, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. მითხარით ერთი ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ფუნქციონირებენ და ახერხებენ იმდენს, რამდენსაც ახერხებენ ქართული ოპოზიციური პარტიები. ჩვენ გვყავს გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები ხო და ძალიან მე სულ ვამბობ რომ ეს არის გამარჯვებული პოლიტიკური პარტიების არ ვიცი შეხვედრა თუნდაც დღეს რომელსაც ქონდა ადგილი და ხვალ გამარჯვებული ოპოზიციური კი არა გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები მივლენ პრეზიდენტა რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი დარჩა ქვეყანაში ეს ყველაფერი ხო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მონაწილეობითაც ხდება, მაგრამ მონაწილეობით ეს პროტესტი არის თვითორგანიზებული პროტესტი. ქართულმა ხალხმა გაიღვიძა და ყალიბდება ახალი ქართული საზოგადოება. ბანოგია, პროცესი ქუჩაში რაღაც ეტაპზე მაინც პოლიტიკურ პროცესში, ანუ არჩევნებში გადაიზრდება. ეს არის ამ ხალხის მიზანი, იმიტომ ათენებს იქ ღამეებს და იმიტომ მიყინება ყოველდღე რომ მიაღწიოს ახალი არჩევნების დანიშვნას. დღეს პრეზიდენტმა თქვა ასეთი ფრაზა, რომ შეიქმნება საბჭო, რომელიც მოამზადებს ამ არჩევნებსო. აი ეს როგორი პროცესია, რამდენად ხართ პოლიტიკური პარტიები ამ პროცესში ჩართული და თუ აი მაინც სიცხადისთვის ჯერ ეს არჩევნები უნდა დანიშნოს ალბათ ვინმე, თან იმ პირობებში, რომ სუსი და ის მოსამართლეები არ ჩაატარებენ ამ არჩევნებს, შედეგებს არ განშიანეს, როგორ უნდა მოხდეს. მოთხოვნები არის უცვლელი ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ყველა ის ადამიანი, რომელიც რეჟიმს ყავს დაკავებული სხვადასხვა შეთითხნილი ბრალდებებით, რა ბრალდებაც არ უნდა იყოს, ყველა ეს ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი და ეს არის პირველი მოთხოვნა. ეს არის რასაკვირველია ახალი არჩევნების დანიშვნა. როცა ვამბობთ ახალი არჩევნები, ცხადია იგულისხმება, რომ კალანდარიშვილი და სუსი ამ არჩევნებს არ უნდა ატარებდეს. ცხადია იგულისხმება, რომ ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება არა კალანდარიშვილის და ჯავახიშვილის თუ რაგვარია ის სუსიდან დანიშნული კაცი, არა ამათ მიერ ჩატარებული, ხო, რა თქმა უნდა, პარიტეტი იქნება დაცული და საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება განსხვავებული. რა თქმა უნდა, შეიცვლება არჩევნების ჩატარების წესით. ის რაღაცა ეშმაკის მანქანები რომ მოიტანეს, რომლის მიმართაც მე ყოველთვის მქონდა ეჭვი, მე არასდროს არ მჯეროდა, რომ ივანიშვილი მოიტანდა რაღაც ისეთ საარჩევნო რაღაცა ახალ მანქანებს, რომელიც მის მდგომარეობას კი არ გააუმჯობესებდა, არამედ გააუარესებდა. ამისი არასდროს არ მჯეროდა. ეს მანქანები პირველად რომ ნახე, არიან ადამიანები ამის მოწმე, ვისთვისაც ეს ნათქვამი მაქვს, რომ ეს იქნება sophisticated და ისეთი ძალიან კარგად ბოდიშით ჟარგონზე გაправებული გაყალბება, რაც გააკეთეს კიდეც, ხო, რა თქმა უნდა, ამ ეშმაკის მანქანებით აღარ უნდა ტარდებოდეს ეს არჩევნები. ხო, იქ არის ძალიან ბევრი საკითხი, დიახ, გიდასტურებთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით კი არის პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები, დღესაც იყო ასეთი კონსულტაცია, ხვალაც იქნება პრეზიდენტთან
ვინთანაც იქნება ეს შეხვედრები, ამაზე მიდის მუშაობა, მაგრამ დეტალებზე მე არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ არ არის ეს ის ადგილი, სადაც დეტალებზე უნდა ვისაუბროთ, როცა ჩვენ გვინდა რომ რაღაცა წარმატებამდე მივიდეთ, არ შეიძლება წინასწარ გარკვეული დეტალების გამჟღავნება, ხო, ეს არის მუშა პროცესი და ამ მუშა პროცესის დღეს გარეთ გამოტანამ შეიძლება მხოლოდ ეს პროცესი დააზიანოს, თორე ისე გიდასტურებთ, რომ კი ამაზე მიდის მუშაობა. ბრძოლა გაგრძელდება თუ არა 29-ის შემდეგ კი მე პირადად გონია რომ დიახ 29-ის შემდეგაც გაგრძელდება, მე მგონია რომ ისევ იგივე აზრზე ვჩები რომ ეს არის გრძელი ბრძოლა, ჩვენ უნდა გამოვიდეთ ყველაზე უფრო ასე ვთქვათ უარესი სცენარიდან, თუმცა ნებისმიერ დროს ქართული ოცნება შესაძლებელია ჩამოიშალოს, ხედავთ რომ შიგნითაც არის რღვევა, შიგნითაც არის უკმაყოფილება საზოგადოებამ, როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ერთი ფაქტი, რომ ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომ ქართული ოცნების და ივანიშვილის ხელისბიჭების ჯგუფს აქვს მიტაცებული ქართველი ხალხის ნება, მიტაცებული აქვს ძალაუფლება, ეს არის როგორც ქვეყნის შიგნით აღიარებული, ასევე ქვეყნის გარეთ აღიარებული. მე ხლა არ ვიცი რა დარჩა ეხლა სხვა პლანეტებზე თუ სიცოცხლეა, დარწმუნებული ვარ, რომ იქაც იგივეს იტყვიან. ნებისმიერ დროს შეიძლება ეს მოხდეს, თუნდაც ჩვენ ხო არ ვიცით თქვათ შემდეგი სანქცია, რომელიც დარწმუნებული ვზანდებოდეთ, რომ იქნება უფრო მძიმე ვიდრე ის სანქციები, რომელიც აქამდე მივიღიათ, აქამდე სანქციები არაფერი არის იმასთან შედარებით, რაც უკვე გზაშია. ნებისმიერმა თქვათ ერთმა მძიმე სანქციამ შეიძლება თავიდან ბოლომდე ჩამოშალოს სისტემა. თავიდან ბოლომდე. ამაზე საუბრობდა დღეს ალმე ზურაბიშვილი, რომ სისტემა იშლება, ბრძანება დაასრულა. ნახეთ, ერთი რაღაცა, ერთ განზომილებაზე აი ამ სანქციების ბევრი არ საუბრობს. ხო, ხა დღეს შემთხვევით არ იყო, რომ თვითმარქვია პრემიერ-მინისტრმა დაუძახა მასთან აფილირებულ ეგრეთ წოდებულ ბიზნესი სხვა რამეა, ეს ბიზნესი არ არის, ხო? ამა დაუძახა ბიზნესი, რომელიც შუმად და კომფორტულად არის ის ნაწილი. ყველაზე მეტად ბიზნესი შეიძლება გრძნობდეს იმას, თუ აი ამ სანქციებით რა ემუქრება, როგორც ვთქვათ, მათ ბიზნესებს და მათ ქონებას, ისე ზოგადად რომ ვთქვათ, რა სიტუაცია შეიძლება ეკონომიკის კუთხით შეიქმნას ქვეყანაში, ხო? თუ ქართულმა ოცნებამ, აი ამ ჯგუფმა, ვისაც ხელისუფლება მიტაცებულია, გააგრძელა აი ეს ჟიუტი სვლა ტოტალიტარიზმისკენ, იმიტომ რომ ავტორიტარიზმში უკვე ჩვენ დიდი ხანია ვართ, აუცილებლად იქნება სანქციები, ხო? ალბათობა იმის, რომ აი 90-იან წლებში გადაგვაგდონ, მართლა ძალიან მაღალია. ეს ჯგუფი, რომელიც ომზე ლაპარაკობდა, მართლა მოგვიტანა უკვე ომი. ჩვენ აი ომის მდგომარეობაში ჩააგდო მთელი ქვეყანა, საკუთარ ხალხს გამოუცხადა ომი, ხო? ეს არის ძალიან ახლო პერსპექტივა. ეკონომიკური პრობლემები, აი ნახეთ გაზაფხულზე რა ეკონომიკურ პრობლემებამდე შეიძლება მივიდეთ, ხო? სანქციებს აქვს ეს მხარეც. ჩვენ თვლით მარტო აი პერსონალურად ამათ რა დაემართებათ. ამ დროს, ხო, ჩვენ ბევრად უფრო რთული და როგორ გითხრათ, ბევრად უფრო არასასურველი განვითარების სცენარი შეიძლება რეჟიმს არ აქვს ბატონოგია ამ პოლიტიკური შედეგის, რომელიც თქვა რომ მიიღო სინამდვილეში არალეგიტიმური მთავრობის მმართველობის შენარჩუნების რესურსი, იმიტომ რომ ეს რაზეც თქვენ საუბრობთ, ახლა სანქციები დაეწევა ქვეყანას, ეკონომიკას, ბაზარს და სხვათა შორის ტონის შეცვლილი აქვს, არც უიმედოთ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტად იმედიანათო უკვე სამი დღეა, დიახ, იმიტომ რომ მივხვდნენ, იმიტომ რომ ნახეთ, ესენი იტყუებიან 15 წუთისთვისაც, ხო, რაღაცას აბსოლუტურ სისულელეს იტყვიან იმ ადამიანებზე, რომლებიც ვთქვათ მათი მხარდამჭერები არიან, ეს მოქმედებს. ივანიშვილის ეს განგსტერული ბანდა ელაპარაკება მხოლოდ იმ ამორჩეველს, რომელიც მას აძლევს ხმას. მას არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა. მარტო თავის აი არ ვიცი, აი ეს მარტო თავის იმ ამორჩეველს ესაუბრება, რომელსაც აცხოვრებს ამდენი ხნის განმავლობაში წარმოუდგენელ ტყუილში. ნებისმიერ სისულელეს იტყვიან, იმიტომ რომ თუნდაც 15 წუთი თუ ის მუშაობს, მათ ეს აწყობ. სულ ტყუილებს ლაპარაკობენ, დააკვირდით.
ტრამპთან მიმართებაშიც ეს ხო იყო ტყუილები, ხო? ცდილობენ რომ გავიდნენ რაღაცა კონტაქტებიდან, როგორც ჩანს, არ გამოდის და ძალიან კარგად ხედავენ რომ შემდეგი ადმინისტრაცია შეიძლება იყოს ბევრად იმაზე უფრო ცუდი მათთვის, ვიდრე იყო ეს ადმინისტრაცია. ამ ადმინისტრაციასთან საერთოდ ვერ ხვდები რა პრობლემები აქვს. ობამას ადმინისტრაცია იყო, რომელიც მათ მხარს უჭერდა. ჩახუტებულები იყვნენ დემოკრატებთან, ჩახუტებულები იყვნენ სალივანთან, ჩახუტებულები იყვნენ მანამდე ობამასთან და ასე შემდეგ. დემოკრატები ამათ უჭერდნენ პრინციპში მხარს, ხო, ვერ ხვდები ამათთან რა პრობლემა. არა, ბაიდენის ადმინისტრაციამ დააწია სანქციები ახლა ეს რეალურად. არა, ასე ხარ travel ისა მაგნიცკის აქციაში რამდენიმე ძალოვანი, ხო, ჯერი პოლიტიკოსები მოხდილი არ არის, ძალიან კაცი განცხადებები წამოვიდა კონგრესმენებისგან, რესპუბლიკელებისგან. ანუ ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არის ორპარტიული, ეგრე არ არის რომ ეხლა ისე რაღაცა რადიკალური ცვლილებები იყოს. არა, დაიწყეს უკვე ამ გზავნილის გამოშვება, რომ ივანიშვილის სანქციების პაკეტიც არსებობს. ესეც თქვეს მათ. ხო, ტრამპსაც შეუქმნეს რაღაცა მტრის ხატი, რომელიც ტრამპმა არის ის ჯერ თვითონ, ხო? Deep State-ის ნაწილში, ხო? ეს Deep State არის ტერმინი, რომელსაც პოლიტოლოგიაში იყენებენ და ვიყენებთ. წარმოდგენა არ აქვთ რაზე ლაპარაკობენ საერთოდ, რა Deep State-ი, თუ გქონიათ რომ იციან რას ნიშნავს Deep State-ი, აზრზე არ არიან. უბრალოდ ეხლა ხო, ეხლა ჭირდებათ, ეხლა უნდათ რომ აი გლობალური, ახლა ტრამპი გლობალური ომის პარტიას ვერ ამარცხებს, ეგ არ აწყობთ ეხლა ეგეთ სისულელე თქვან, ამიტომ ეხლა ახალი სისულელე მოიგონეს, რომ რაღაცა Deep State-ია, რომლის ტყვეობაში შეიძლება ეხლა აღმოჩნდეს ტრამპი, ხო? შეცვალეს რა თქმა უნდა რიტორიკა, შეცვალეს იმიტომ, რომ მოლოდინი აქვს ზუსტად სანქციების. საქართველო არ არის ვენესუელა, რომელიც ზის ნავთობზე, საქართველო არ არის ირანი, რომელიც ზის გაზზე, ნავთობზე და სხვა სიმდიდრეებზე. სხვა ავტორიტარულ რეჟიმებსაც თუ გადახედავთ, მათ აქვს საკუთარი წარმოება, ან აქვთ ბუნებრივი რესურსები, ხო? ჩვენ არ გვაქვს ის ბუნებრივი რესურსები, როგორიც აქვს ვენესუელას ან ირანს და ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ აღმოჩნდით იმ სახელმწიფოების, ჩვენ რა ეს ქართული ოცნების მოძალადე ჯგუფი აღმოჩნდა იმ სახელმწიფოების პარტნიორი, რომელსაც შეერთებული შტატები თulis ტრამპი, თulis თავის სალივანი არა, აი ტრამპი კონკრეტულად თulis სალივანი კიდე ცალკე შემთხვევაა ჩვენთვის ძალიან არასასურველი. რატომ ითვლება ეს კაცი საერთოდ იქ რა ჭკვიან ტიპად, ეგ ჩვენთვის ბოლომდე გაურკვეველია. ხო, ჩვენ მესმის. ქართული ოცნების ლიდერები იმათ პოლიტიკაში ბევრი ისეთი ტიპი გვინახავს სხვადასხვა ადგილას ისეთ თანამდებობაზე, რომელზეც ალბათ არ უნდა ყოფილიყო. რაღაცეებზე, ნახეთ, რაღაცეებზე ღირს უკვე საუბარი, ხო, ეგრე არ არის. ანუ ტრამპი იქნება გაცილებით კაცრი ამას. ხო, შესაძლოა, მე არ ვიცი, ამას ჩვენ შევხედავთ, მაგრამ მე იმის ხმა მინდა რომ იმის რა ქვია იმ აზრის დასრულება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე, მაგრამ ხო, მოკლედ, როგორც იქნება ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგი ადმინისტრაციისგან შესაძლებელია არ ქონდეთ მათ ის მოლოდინები, რომელსაც როგორც ტყუილს საკუთარ ამომრჩეველზე ყიდნენ და არწმუნებდნენ, რომ აი 20 იანვარს ნახეთ ყველაფერი შეიცვლება. რამდენიმე დღის წინ ამბობდა კალაძე, რომ აი 20 იანვარი და მერე ყველაფერი ნახეთ როგორ წავადა. გუშინ უკვე მდინარაძე მეორე რუპორი ამბობს, რომ შეიძლება 20 იანვრის მერეც რაღაცეები ისი არ იყოს, როგორ ჩვენ კალაძე მახსოვს ამბობდა, არანაირი სანქციები არ იქნებაო და ახლა მაგას მის განცხადებებს ძალიან ესეთი მოკლე ფეხები აქვს, მოკლე დროში ხდება ხოლმე. არ ვიცი, შეიძლება თვითონაც არ შეეროდა, რომ რამე სანქციები იქნებოდა მათ წინააღმდეგ. შეუძლებელია, აი რაღაცა ცოტა მაინც თუ ვესმის, ხო, რაღაცა საერთაშორისო პოლიტიკის შეუძლებელია ვენესუელას ჩინეთის და ირანის სტრატეგიული პარტნიორი, არა უბრალოდ მოკავშირე, სტრატეგიული პარტნიორი, ხო? შეუძლებელია რომ ესეთი იყოს უცებ გახდეს ტრამპის მეგობარი და მოკავშირე, ხო? ეხლა ეს ხო ეხლა ამას ხო ვერ შეცვლიან, არა, კაი, საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება მოატყუო, მაგრამ ტრამპს ხო ვერ მოატყუებ ეხლა ირანში ორჯერ ჩახვედი ერთი თვის განმავლობაში, თუ კი რამე იმის რა ქვია, უკვე იმის მაგათი პრეზიდენტის
მეზობლის დეიდაშვილის დაკრძალვაზეც ჩადიან და იმ დეპეშებს უგზავნიან. ჰამასი და ის ამოიყენე გვერდით, ხო ეხლა მე ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ამღიარებლები ვენესუელა და ნიკარაგუა ულოცავენ იმას, რა ვიცი, რას ულოცავენ, ხო ამ ავტორიტარულ რეჟიმებში ჩადგომას და როგორ წარმოგიდგენიათ ჩინეთი, რომელიც მიაჩნია დემოკრატებისთვისაც და იმისთვისაც, რესპუბლიკელებისთვისაც რაღაცა ნამდვილად არის რაღაცა ხაზი, იმასთან აქვს ეხლა იმათი იმედი აქვს კიდე ალბათ რაღაცეებში, მაგრამ ბალკანეთის ქვეყნების ისტორია გვასწავლის რა იმედი შეიძლება გქონდეს, კი არ ვაკნინებ ვინმეს, უბრალოდ ჩინეთსაც ჩვენ ვაინტერესებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ზღვა იქნება ღია, თუ ჩვენ, ანუ თუ შავი ზღვა არის გასასვლელი ევროპისკენ, თუ ჩვენ გვაქვს ხიდი ევროპასთან, თუ ჩვენთვის ევროპა არის დაკეტილი, ჩვენ ჩინეთს რატომ უნდა ვაინტერესებდეთ? აი რა უნდა იყოს მისი ინტერესის საგანი აქ? კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ვენესუელა და ახლა სხვა კუთხით მინდა გკითხოთ, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ასეთი აქცენტი, რომ მას არ უნდა იყოს გაქცეული პრეზიდენტი სადღაც სხვაგან, არის ასეთი მაგალითად ტიხანოვსკაია ვიცით ხომ და არის იგივე მადუროს მოწინააღმდეგე, ვინც მოუგო მას არჩევნები, იძულებული იყო ქვეყანა დაეტოვებინა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის არსად არ წავა, აქ დარჩება ამ ქვეყანაში და ამბობს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური პიროვნება, ლეგიტიმურად წარმოადგენს საქართველოს ერთადერთ სტრუქტურას, დანარჩენი ყველაფერი, რაც მერე მოხდა, მარჩევნების მერე არის არალეგიტიმური. ამ ბრძოლის გაგრძელება, როგორ წარმოგიდგენიათ იმ პირობებში, როცა ესე ვთქვათ, ივანიშვილი ეცდება, რომ გააპრეზიდენტოს ბრწყალებში ინაუგურაციით და მთელი ამბებით ყაველაშვილი. ეს რა პროცესია, თუ არაფერს არ ცვლის? ნებისმიერი რამე შეიძლება სადოს ივანიშვილმა, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ამ 3+3 ფორმატში შეტენვაც უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაც უნდა და შეიძლება ესეც გააკეთონ ძალიან მალე. რაც მანამდე ამის რესურსია აქვს. რა რესურსი უნდა ამაზე ილაპარაკეს, ეს ბოდიშის კამპანია და ყობახიძის გამოსვლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, რატო ბოდიშის კამპანიაზე სადაც საუბრობდა, იქ რა რეაქცია ჰქონდა ვინმეს, ანუ იქ შეყრილი ადამიანების რეაქცია არის. არა მესმის კი, ანუ ეგრე ნებისმიერი რამე შეიძლება გააკეთოს, ხო? მათ შორის ახლა წარმოიდგინეთ, ნუ აი თავიანთი მომხრეებისთვისაც კი წარმოუდგენელი რაღაცა უცებ კანდიდატურა შეთავაზა, თვითმარქვია მთავრობამ, თვითმარქვია პარლამენტმა თავის იმეებს, ხო, მომხრეებს, ხო, მათთვისაც კი რაღაცა წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა, ხო? ეხლა თვითმარქვია თვითგამოცხადებულმა პარლამენტმა და თვითგამოცხადებულმა მთავრობამ რაღაც ნებისმიერი რაღაცა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ამას არ ექნება არანაირი ლეგიტიმაცია, არ ექნება არანაირი სამართლებრივი საფუძველი, ამას არ აღიარებს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის შიგნით და ამას არ აღიარებენ არც ქვეყნის გარეთ, ხო? ეხლა იცი რა ზარეცეპტები არ არსებობს, ხო? ახლა მე შეიძლება მე პრეზიდენტის პოზიციაში რომ ყოფილიყავი, რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგმული მექნებოდა, განსხვავებული იმისგან, რაც თქვა, აქამდე არის გადადგმული. შეიძლება 29-მდეც რაღაც ნაბიჯები გადამედგა, ხო? ახლა ეს არის აი ამ მუშა პროცესში, რაზეც ვლაპარაკობდი, ხო, თქვენს წინა კითხვაზე, ესეთი ვარიანტები იქ მუშავდება და ცხადია ახლა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება თავისი მოსაზრება და რა თქმა უნდა პრეზიდენტსაც აქვს ალბათ თავისი მოსაზრებები, ხო? ახლა მე შეიძლება სხვანაირად მოქცეულიყავი, სხვა შეიძლება სხვანაირად მოიქცეს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რაც მან ბრძანა, რომ ის არაპირებს იყოს ციხანოვსკაია, ანუ ის არაპირებს იყოს ლეგიტიმური ხელისუფალი დევნილობაში, ხო? იმიტომ რომ ეს გაიარა მისმა ოჯახმაც ბოლოს და ბოლოს და შესაძლებელია მას არ სურს და ლოგიკურია რომ არ სურდეს იგივე გზის თავიდან გავლა და მე მგონია რომ მას შესაძლებელია უნდოდეს რაღაცა მემკვიდრეობის
დატოვება, პოზიტიური მემკვიდრეობის დატოვება და ის აპირებს, რომ ქვეყნიდან არ გავიდეს და ეს ბრძოლა გააგრძელოს ქვეყანაში. ახლა ეს ბრძოლა როგორ გრძელდება პრეზიდენტის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით კიდევ ამბობ, შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები, მას განსხვავებული აზრი კონდეს, სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს სხვა აზრი კონდეს, ხადია, ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ის აგრძელებს ბრძოლას და ეს ბრძოლა გრძელდება, ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და მან ამის შესახებ გუშინაც გააკეთა განცხადება და ის რომ ეს პროცესი ძალიან აღელვებს, ნერვებს უშლის და მდგომარეობიდან გამოხავს ის ჯგუფი, რომელსაც საქართველოში ქართველი ხალხის ნება აქვს მიტაცებული, ძალაუფლება აქვს მიტაცებული, ესეც ფაქტია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირები, როგორც წესი, უფრო მეტ შეცდომას უშვებენ პროცესში, ვიდრე ვთქვათ, რა ვიცი, ახლა ნერვება აუშლელი და სიმშვიდეში მყოფი პოლიტიკოსები. ხო, ამიტომ ქართული ოცნების მხრიდანაც უნდა ველოდოთ კიდევ უფრო მეტ შეცდომებს. უბრალოდ ჩვენ ეს შეცდომები უნდა შევძლოთ და გამოვიყენოთ და ცხადია ჩვენ არ უნდა დავუშვათ. კი ბატონო, და სულ ბოლოს რამდენად ხანგრძლივია ეს ბრძოლა? მე მესმის რომ პროგნოზების გაკეთება არ არის მადლიერი საქმე, ასე ვთქვათ. კარგი საქმე არ არის, ხო, მაგრამ გასაგებია რომ შედეგი შეიძლება ხვალვე არ დადგეს ახალი არჩევნების, მაგრამ ალბათ არც ძალიან შორს გადადებული მიზანი უნდა იყოს ეს. რამდენიმე თვეზეა ალბათ საუბარი მაქსიმუმ? დღეს არის 23 დეკემბერი, ხო? 26 ოქტომბერს თქვენ წარმოიდგენდით ასეთ 23 დეკემბერს, ანუ არჩევნებიდან გასული არის, აი გაყალბებული არჩევნებიდან ფაქტობრივად 2 თვე, ხო? ივანიშვილსაც ჯეროდა, ივანიშვილის პატრონებსაც ჯეროდათ, რომ ქართველი ხალხი 2 თვე ვერ გაძლევდა. ჩვენ დაუდასტურებთ თელ სოფლიოს, რომ ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია 2 თვე გავძლოთ, არამედ ჩვენ შეგვიძლია სოფლიოს და ისტორიას ვაჩუქოთ სრულიად განსხვავებული პროტესტის 2 თვე. მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია კიდევ 2 თვე, კიდევ ორჯერ 2 თვე, კიდევ ორჯერ მეტი 2 თვე შეგვიძლია გავძლოთ. ჩვენ უკან დასახები გზა არ გვაქვს. ჩვენ კარგავთ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ კარგავთ ჩვენ შვილებს, ჩვენ კარგავთ ჩვენს თავისუფლებას, ხო? აი რა არის? ჩახერგილია ეს ჩვენი, როგორ გითხრათ, ეს ჩვენი დიდგორია და უკან გზა უბრალოდ არ არსებობს, ხო? ჩვენთვის გზა არის მხოლოდ წინ და გარწმუნებთ, რომ აი როგორც ვერ წარმოიდგენდით, რომ აი ეს დღე იქნებოდა დღე საქართველოში, ჩვენ გვაქვს უკვე წარმატებები, ის რომ ამდენი ადამიანი დგას რუსთაველის გამზირზე, ის რომ პროტესტი მზარდია, ის რომ პროტესტი მრავალფეროვანია, ეს უკვე არის წარმატება. დიახ, ეს იყო ჩვენი გეგმა. ის რომ არ ხდება საერთაშორისო ლეგიტიმაცია ამ განგსტერული დაჯგუფების, დიახ, ეს იყო ჩვენი გეგმა და ეს არის მიღწეული, ხო? ეს ყველაფერი არის წარმატება და გარწმუნებთ, რომ წინ იქნება კიდევ უფრო მეტი წარმატებები, თუ ჩვენ ვიქნებით შეკრულები, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ მათ შორის გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ, რომ უფრო მეტი თანამშრომლობა ჰქონდეთ ერთმანეთში და მეც ვისურვებდი და თქვენც ვისურვებდით, რომ უფრო მეტი თანამშრომლობა იყოს, თუ ქართველი ხალხი არ დაიღლება, თუ ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, თუ ჩვენ არ გავწყდებით და ყველა ნიშანი არის იმის, რომ ეს ასია, საერთაშორისო თანამეგობრობა ამას ხედავს და გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებსაც. დღე, როდის ჩამოიშლება ქართული ოცნება, ეს ამის წინასწარმეტყველება რთულია, მაგრამ თუ ჩვენ აი ამ ყველაფერს გავაკეთებთ, ამ ყველაფერს დავიცავთ, რაც თქვი, გარწმუნებთ, რომ გამარჯვება სინამდვილეში არის ხელის გაწვდენაზე. ისტორიისთვის 2 კვირა, 2 თვე არაფერი არის. შეიძლება ჩვენ ცოტა ხანს სოცხლობთ და ჩვენ ბევრი გვეჩვენება, მაგრამ სინამდვილეში ეს ხომ არის ჩვენი ისტორიული ბრძოლა, როცა ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება გამოვიდეთ აი ამ რუსული გავლენებისგან. ახლოს არის გამარჯვება, უნდა დავიჯეროთ ეს გამარჯვება. ჩვენ უნდა დავიჯეროთ ჩვენი სახელმწიფო, უნდა დავიჯეროთ საქართველო, უნდა დავიჯეროთ ჩვენი გამარჯვების. აი აქამდე როგორც მოვედით იმით, რომ ჩვენ აი ამ რწმენით მივდივართ. ჩვენ უკვე ვართ გამარჯვებული ხალხი სინამდვილეში. რუსთაველზე დგას გამარჯვებული ხალხი, დიახ, გამარჯვებულ არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებთან ერთად.